დუბაის აეროპორტიდან ცენტრამდე მისასვლელად რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი არის მეტრო. მეტროთი თუ წამოხვალთ, გაითვალისწინეთ, რომ მეტროსადგურები მხოლოდ პირველ და მესამე ტერმინალებთან არის. დუბაი ძალიან დიდი მეგაპოლისია და აეროპორტიდან ცენტრში მისასვლელად საკმაოდ დიდი დრო დაგჭირდებათ. თუმცა თვითონ მგზავრობის პროცესი ძალიან საინტერესოა, რადგან აქედანვე იწყებთ ქალაქის დათვალიერებას. მაგალითად, გზაში გაივლით ძველი და ახალი დუბაის ზღვარზე აშენებულ ეგრეთ წოდებულ დუბაის ჩარჩოს, უზარმაზარ ნაგებობას, რომლის ზედასართულებიდან ქალაქის სასწაული ხედები იშლება. თუ ქალაქის დათვალიერება დაუნთაუნის შუაგულიდან გსურთ, დუბაი მოლის ან ბურჯ ხალიფას სადგურზე უნდა ჩამოხვიდეთ. ჩვენ პირველი ავირჩიეთ, ამიტომ ჩვენი პირველი გაჩერება დუბაიში სწორედ ეს უზარმაზარი მოლი იყო. აქედან დავინახეთ პირველად დუბაის ცენტრის ხედები და მინდა გითხრათ, რომ ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა. ილავშიდობისა დუბაიდან. ფილიპინებს ლივანურ სამზარეულოს. ჩამოვედი დუბაიში, დღეს არის განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ არის ჩემი დაბადების დღე. და ვიწყებ ჩვენს ახალ საკმაოდ გრძელ, ძალიან საინტერესო მოგზაურობას. დუბაი არის ჩვენი ესეთი მოკლე ერთდღიანი გაჩერება და შემდეგ უკვე მივფრინავთ სხვაგან, თან წაგიყვანთ როგორც ყოველთვის და ნახეთ რა მაგარია, ეხლა ვარ თბილისი მოლში. დუბაი მოლში და ზუსტად ვზივართ, არ ვიცი ჩას კამერაში, ბურჯ ხალიფას, მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობის ხედით. აი, პირდაპირ მხარეს არის. ძალიან შთამბეჭდავია დუბაი, ნუ ახლა ეს სათამბჯენები, ყველაფერი ძალიან სუფთა, განიერი ქუჩები, ყველგან ეს სათამბჯენები, ყველგან ძვირიანი მანქანები, ძალიან მოგწონს. აქ გვაქვს ერთი დღე, დღეს საღამოს უბრალოდ ღამე გვაქვს ფრენა და მივფრინავთ ჰონკონგში, ეს არის ჩვენი მეორე დანიშნულება. და დღეს უნდა ვისეირნოთ დუბაიში, ვნახოთ, დავათვალიეროთ და თან წაგიყვანთ ყველაფერს გაჩვენოთ. რადგან დღის საათებში დუბაიში ნოემბერშიც კი ძალიან ცხელა, მე და ფილიპმა გადავწყვიტეთ, რომ ცოტა ხანს მოლში სიგრილეში გავისეირნებდით და თან დავთვალიერებდით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ სავაჭრო ცენტრს. სხვათა შორის, საკმაოდ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დავრჩით, აი მართლა უზარმაზარი შენობაა, სადაც აბსოლუტურად ყველაფერს ნახავთ. ხელოვნური შადრევნებიდან დაწყებული, სასრიალო მოედნებითა და უზარმაზარი წიგნების მაღაზიებით დამთავრებული. თუმცა, დუბაი მოლის ალბათ ყველაზე უნიკალური და საინტერესო თვისებაა მისი უზარმაზარი აკვარიუმი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, დადიხართ მოლში თქვენთვის და ტანსაცმლის მაღაზიების გვერდით უცებ ხედავთ ზვიგენებს, მანტებსა და კიდევ 1000-ნაირი ზღვის არსებას. უბრალოდ დაფიქრდით, მასში ეტევა 10 მილიონი ლიტრი წყალი. 10 მილიონი ხალხო. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ დუბაი მოლის აკვარიუმი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდად ითვლება. თუმცა, თუ აკვარიუმის მთლიანად დათვალიერება ან ზვიგენებთან სურვა მოგინდებათ, უნდა იყიდოთ ბილეთი. მოლი პირდაპირ დუბაის შუაგულშია მოთავსებული და აქედან ქალაქის ცენტრის მოვლა საკმაოდ მარტივად შეიძლება ფეხით. რა თქმა უნდა, პირველივე რაც თვალში ხვდება ცენტრში სეირნობისას არის ბურჯ ხალიფა. მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, რომელიც დუბაის სავიზიტო ბარათად იქცა. აქვე ახლომახლო ძალიან ბევრი სასურათო ადგილია, ძალიან ბევრი საინტერესო არტ ინსტალაციაა მოთავსებული და ასევე ცნობილი მოცეკვავე შადრევნები, სადაც ყოველ დღე და საღამოს მუსიკალური წარმოდგენები იმართება. დუბაის ცენტრში სეირნობისას ეგრევე იგრძნობა, რომ ძალიან ძვირიან ქალაქში ხართ. ყოველ ნაბიჯზე გვხვდება ძვირიანი ბრენდების მაღაზიები, ძალიან ძვირად ღირებული მანქანები, ლაგჟერი სასტუმროების ქსელები და ასე შემდეგ. ჩვენ დავსეირნობ შუა დუბაიში. ძალიან ლამაზი ცენტრია. ძალიან სუფთა ქალაქია, ეგრევე იგრძნობა, რომ ძალიან ულიან. მოწესრიგებულია ძალიან. ყველგან აი ესე დავდივართ აწეული თავებით, იმიტომ რომ სულ სათამბჯენებიან ყოველ შემთხვევაში ცენტრში და ეხლა მივდივართ ზუსტად სხვანაირი დუბაის ანახავად, ძველი ქალაქის ანახავად. და იქ სავარაუდოდ გვხვდება სულ სხვანაირი არქიტექტურა. მე ალბათ დავბრუნდებით აქ და გვინდა რომ კიდე საღამოს ხედები ვნახოთ, ბურჯ ხალიფაზე გვინდათ რომ ავიდეთ. ანუ იქ დაჯავშნა შეიძლება ბილეთების წინასწარ და ადგილზე ვეყიდვა, მაგრამ რაღაც ხალხი წერდა ინტერნეტში, რომ ჯობია რომ წინასწარ დაჯავშნათ, ყოველ ნახევარსაათში ერთხელ უშვებენ ხალხს და ბილეთების ფასიც განსხვავდება იმის და მიხედვით,
რომელ სართულზე ადიხართ? ანუ ორი პლატფორმა, ერთი არის 124 სართულზე, ერთი 158-ზე მე მგონი. და ის უფრო მაღალი, რა თქმა უნდა, უფრო ძვირია და თან იმაზე არის დამოკიდებული ფასი, რომელ საათზე ადიხართ. ანუ დღისით და მზის ჩასვლის დროს ყველაზე ძვირია და საღამოს უფრო იაფია. არა დამიკვირს, იმიტომ რომ ჩემი აზრით საღამოს გაცილებით უფრო შთამბეჭდავია. ამიტომ ჩვენ გვინდა რომ საღამოს დავბრუნდეთ აქ და საღამოს ავიდეთ და თან მერე ვნახოთ აქ განათებები, რაღაცა მოცეკვავი შადრევანია და მოკლედ მთელი ამბები. ძალიან მშვენიერი ამინდია. საერთოდ დღისით ცხელოდა და მეთქი ვაიმე რა საშინელებაა. წარმომიდგენია გზაფხულში რა ხდება. ეხლა მე მგონი 30 იყო, მაგრამ ახლა 2 საათში არის მზის ჩასვლა და საკმაოდ სასიამოვნო ტემპერატურაა. ანუ ცხელა, მაგრამ ძალიან ისე არა. თბილისში უფრო ცხელა ხომ ზაფხულში. სასიამოვნოა და ამიტომ იმდენი ვებოდიალე დუბაი მოლში არ დავაპირებთ, მაგრამ იმხელა და შთამბეჭდავი მოლია. თვითონ რაღაც ყიდვას არ ვაპირებთ, მაგრამ შიგნითვე იქ აკვარიუმი არის, რაღაცა ძალიან ლამაზი მაღაზიები, ну ყველანაირი რაღაცებია და უბრალოდ გაინტერესებდა და თან ისეთი კაი სიგრილე იყო, რომ იქ ვებოდიალეთ. აი ყველაზე ესეთი სიცხერო იყო და ეხა გამოვედი და უკვე ძველი ქალაქისკენ მივდივარ და იმას ყველაფერს გაჩვენე. ჩვენ შემოვიარეთ, მე მგონი რაღაცა კერძო საცხოვრებელ კომპლექსში. აი ესეთი რაღაც ტრადიციული სახლები, უბრალოდ ანუ ახალი სახლები აშკარად და საკმაოდ კარგი პირობები ჩანს, მაგრამ ტრადიციულ სტილში არის გაკეთებული ყველგან ესე ყვავილები და დაცვა ძალიან სუფთა. მე მგონი აქ არის რაღაცა ესეთი შეძლებული ხალხის საცხოვრებლები, რაიონი. Arabic Music Institute. და ლამაზია. მე ესეთი დუბაი უფრო მომწონს ვიდრე ეს რაღაცა შუშის სათამჯელები. Everything goes right. I can feel the breeze. Euphoric delight. ამდენ სეირნობაში მე და ფილიპს ცოტა გაგვეპარა დრო და დუბაის ძველი ტრადიციული უბნების მაგივრად გადავწყვიტეთ ჯერ მარინაში წავსულიყავით. ამისთვის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი ტრანსპორტი ისევ და ისევ მეტროა. იქ მისასვლელად დაახლოებით 40 წუთი დაგვჭირდა, თუმცა დრო ძალიან მალე გავიდა, იმიტომ რომ გზაში ძალიან ლამაზი მზის ჩასვლის ხედებს უყურებთ. Darling, your number is 6 feet deep. Oh, it's real hard to break this habit. It's like I want you 24/7. ჩვენ მოვედით დუბაის მარინაში. ფოტოშორის ვიდეოებშიც რო უყურებთ ხოლმე დუბაიზე, ხალხი ამბობდა, რომ საკმაოდ დიდი მანძილებია და მართლა მასე ეგონია, რომ უცებ მივალთ და დაუნთაუნიდან, ცენტრიდან აქამდე მოვდიოდით 40 წუთი მეტროთი. თან მეტრო არის ძალიან სწრაფი და კომფორტული, მაგრამ აი მართლა ყველაფერს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. და დიდი მანძილებია, მაგრამ ეხლა რომ მოვედით მოსახა მოვდა და ძალიან მომწონს მე მარინა. უფრო მომწონს ვიდრე დაუნთაუნი. რაღაც შეიძლება იქ რო ვიყავით, ანუ შვედღისი თან სიცხე იყო და რაღაც ისე ანუ ესეთი სათამჯენების გარდა არაფერი არ იყო როგორ რაღაც სხვანაირი გარემო იყო და აქ უფრო ისეთი რაღაცა ზღვისპირა ქალაქის გარემოა, ძალიან ბევრი ნავია, ხალხი სეირნობს, დარბის, ვარჯიშობს, ძალიან ბევრი რესტორანია გზაში და რაღაც უფრო ისეთი relaxed vibe-ია.